საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე, დემოგრაფების, სტატისტიკოსები და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლები დაესწრნენ. საუბარი მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგიურ, ინსტიტუციურ და საკანონმდებლო საკითხებს შეეხო. დაზუსტდა აღწერასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხებიც. ჩვენი ხლოესი ამოცანა არის ის, რომ ჩავატაროთ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც საუბარი გვექნება აღწერის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შემდგომ კეთდება დეტალური სამოქმედო გეგმა და აქედან გამომდინარე სხვადასხვა ღონისძიებები უნდა წავიდეს პარალელურ რეჟიმში იმისათვის, რომ მოვასწროთ დროულად მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. სამთავრობო კომისიის პროგრამებში ჩვენ შექმნილი გვაქვს რამდენიმე სამუშაო ჯგუფი. ერთ-ერთი არის მეთოდოლოგიას და სამუშაო ჯგუფი, რომელიც დღეს შევიკრიბეთ სამინისტროში მინისტრთან ერთად და კონკრეტულად გავაცანით დემოგრაფებს, ექსპერტებს და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გავაცანით აღწერის პროგრამა, გავაცანით ბიუჯეტი და გავაცანით ეტაპობრივად ყველა ის ღონისძიება, რომელიც დაგეგმილი არის თავიდან ბოლომდე, დღეიდან მონაცემის გამოქვეყნებამდე.